ჩვენთან საქართველოში შეიძლება ეხა ბევრმა გამინაწყენდეს ბევრი კულტი იყო შექმნილი. რაღაცნაირად კულტი შექმნეს და თაყვანს სცემდნენ. ეს არ არის ქრისტიანული, მაგრამ ეს უკვე არ ვიცი, ალბათ არა ჩვენი პატრიარქის, არამედ ჩვენი აღქმის, ადამიანური აღქმის ბრალი, იმიტომ რომ ქრისტიანობა კულტის შექმნა არ არის. და სამწუხაროდ ეს კულტი შექმნეს ქართველებმა პატრიარქისგან. 59 წელი არის წინამძღოლობს როგორ ავითარებაში და ასე შემდეგ და ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად ვეთანხმებით ალბათო მაგას რაღაც წარმართულ რაღაცებს იქ სადაც ქრისტე უნდა იყოს. აი ეს ძალიან მძიმე სანახავია განსაკუთრებით დღეს და ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე რომ აი თუ უყვართ ილია მეორე ეს წარმართობა მასთან ბმაში არ არის სწორი. ეგზისტენციალური გამოწვევა სად რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ რუსულ ორბიტაზე თუ არა, ეგზისტენციალური გამოწვევა არის საზოგადოებასთან დობის აღდგენა შეძლებს თუ არა, რომელიც ბოლო პერიოდში აბსოლუტურად გაანიავეს და რეალურად პოლიტიკური ძალის ეკლესიად იქცნენ, ამ შემთხვევაში მმართველ ორგანოზე არის საპატრიარქოზე საუბარი. ეგზისტენციალური საკითხი არის, რა თქმა უნდა, სეკულარიზმთან დაკავშირებული თემა, ისე უნდა იყვნენ ვიღაცის თქვათ პოლიტიკური ფილიალი თუ განყოფილება თუ ჩაერიონ პროცესებში პოლიტიკურში და ასე შემდეგ თუ იკისრონ 21 საუკუნეში საერთოდ ახალი გამოწვევების დროს ზუსტად ის სულიერი მისია, რომელიც ეკლესიას აკისრია და დააბრუნონ ქრისტე ანუ სიყვარული ეკლესიაში